ორი თითქმის მომაკვდავი მოხუცი მეუღლის, გეროსისა და თამილას სიყვარული და თავდადება. 65 წლის ქმარი, რომელიც ერთი თვალით დაბრმავებულია, მუდარით გთხოვს, გადაარჩინეთ ჩემი ცოლი, სწრაფად გამოიკვლიეთ, აჭამეთ, სანამ ჩემ თვალწინ არ მომიკვდება შაქრიანი დიაბეტისა და ეპილეფსიისგან. ჩემი საყვარელი თამილა. დღეს საკუთარი პურის ნაჭერი მას მისცა. თამილას მშიერი ყოფნა ერთი წამითაც კი არ შეიძლება. ისევე დრება ღმერთს, რომ მორიგმა საშინელმა ეპილეფსიურმა შეტევამ არ წაართვას ქალი, რომელთანაც მთელი ცხოვრება განვლო. ისინი უკიდურესი ღარიბეში ცხოვრობენ, ისეთ პირობებში, როგორცაც ალბათ მხოლოდ მტერს თუ უსურვებთ. წვიმის დროს ჭერიდან წყალი ჩამოდის, არ აქვთ ყველაზე აუცილებელი ტექნიკა, გასქურა, რათა თუნდაც ერთი თებში საჭმელი მოამზადონ. არც არეცხი მანქანა, აბაზანაც კი არ არსებობს, რომ ადამიანურად იბანაონ. განა ეს ცხოვრებაა. თამილას სასწრაფოდ ესაჭიროება სამედიცინო გამოკვლევა, თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია, თუმცა ოჯახს მკურნალობის ფული არ გააჩნია. ქალი მუდმივად სვამს მედიკამენტებს, მისთვის ერთი დღე აბების გარეშე სიკვდილს ნიშნავს. კიდევ ერთხელ მოგმართავთ, თქვენ არაერთხელ გადაგირჩენიათ და დახმარება გაგიწევიათ. კეთილი გული, ყოველთვის იპოვის იმას, ვისაც სითბო ესაჭიროება. აჩუქეთ თქვენი სულიერი სითბო კიდევ ერთ ოჯახს, რომელიც უდიდეს უბედურებაში აღმოჩნდა. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.